ხომ არ აწყობდა თქვენი იქ მისვლა ყველაზე მეტად ეხლა იზოლაციაში მოქცეულ ივანიშვილს და ხომ არ დაიგეგმა მასთან შეთანხმებით რომ თქვენ ოღონდ მისულიყავით საპარლამენტო კომისიის ხდომაზე და იქ რაც გინდოდათ ის გელაპარაკათ. ოღონდ იყო მთავარი ფაქტი რომ მისულიყავით რომ ამ იზოლაციის პირობებში მას დაენახებინა იგივე ამ ქვეყნის პარტნიორებისთვის რომ აი ოპოზიცია მოვიდა ოპოზიცია დაჯდა, ოპოზიცია მაღიარა. გუშინ ვის ესაუბრებოდით თქვენ რეალურად აი იმ კომისიაზე? საქართველოს ამომრჩევლებს და ყოველთვის გავაგრძელებ მათთან საუბარს და იქ მისვლა ეხა რაც შეეხება დიმიტრი ცგიტიშვილს და ამ ჩვენს ლიდერს და ამ განცხადებას ეს იყო ჩვეულებრივი მის კომუნიკაცია და დავხუროთ ეხლა ეს თემა ამაში რაც შეეხება ამ პლატფორმას. ჩვენ არაფერი არ გვითხოვთ, ჩვენ ამ პლატფორმაში როგორც ვიყავით, ისე ვართ. და შესაბამისად დახურული ეს თემა და მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენი კომუნიკაციის მთავარი მათთან, ამ პლატფორმასთან მიზანი არის პატიმრების განთავისუფლება და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნება და სხვა დამთავრებულია იქ წერტილია დასმული და იმის იქით უკვე ეს არის კონკრეტული შემთხვევები, სადაც შევთანხმდები და სადაც არ შევთანხმდები. ლეგიტიმაციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ჩემი იქ მისვლის შემდეგ თუ გამოვიდნენ და ნაციონალურ მოძრაობას უთხრეს რომ აღარ აგრძელავთო. მადლობა ერთი მაინც მითხრან. და დამთავრებული ამის საქმე იმის მაგივრად რომ ოცნებასთან ერთად ერთი და იგივე სიტყვებით, ერთი და იგივე ნარატივებით. აი ეს ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ აი გახარია არ რაღაცა ჩვენთან არ დგება და რაღაცა ერთი და იგივე ზუსტად სიტყვებით. ერთი და იგივე გვესხმიან თავს. ჩემთვის ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მე იცით როგორ შემიძლია შემოგიტრიალოთ ეს საკითხი ბატონო გიორგი, აი თქვენ ამბობთ რომ მადლობა უნდა მითხრან, იმიტომ რომ ჩემი კომისიაზე მისვლის შემდეგ უცებ დინარაძე გამოდის და ოპოზიციას ეუბნება რომ ეხლა აღარ აკრძალავთ, არჩევნებზე გამოდეთ. აი მე მგონია რომ თქვენი იქ მისვლის შესაძლებელია მოლაპარაკების თუ იყო ასეთი რამ თუ ამას დავაყოლებ, რა თქმა უნდა მტკიცებით ფორმაში არ მივცემ ჩემ თავს საუბრის უფლებას, ოღონდ იქ მისულიყავით ნაცებსაც არა ერთი წუთით და აი ამ მთელი კონტექსტი მინდა ეხლა უბრალოდ ჩემ კითხვაში რომ ერთი წუთით და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს რომ იქ ხომ მიხვედით და ეს უნდა ყოფილიყო წინაპირობა რომ თქვენ გახარიათ თქვენი პარტიით გახვალთ იმ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელზეც მამუკა მდინარაძე საუბრობდა. ეხლა თქვენ ამბობთ, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ უნდა მითხრასო მადლობაო. პირიქით თქვენი მისვლის მერე თქვენვე ხომ არ გაგიკეთეს ეს შეთავაზება. რა შეთავაზება? რადგან მოხვედი და წამოხვედი თანამშრომლობაზე და კიდევ მოდი და მიიღე არჩევნებში რომ მოდი აბა ეხლა არჩევნებზე არ მიიღებთ მონაწილეობას ამ დავასრულოთ. ეს კონსპირაციის თეორიები ჯობია გვერდზე გადავდოთ და რეალურად საქმეზე ვილაპარაკოთ. და საქმე მდგომარეობს შემდეგში, რომ კონსპირაცია არა, კითხვები. არა ეს კონსპირაცია, ეს თეორია დახატეთ ახლა. საქმე მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის. მე ახალს კი არაფერს არ ვამბობ. თქვენს ეთერშიც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ დღეს, რომ მივახციოთ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ჩვენ ეს საპარლამენტო არჩევნები ერთად იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე თუ არ იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ახალი არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება? არ მოიხსნება. შესაბამისად, ეხლა იმის მაგივრად, რომ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ აქვთ მისაღები და უყურებენ, აი გახარია პირველი როდის იტყვის და მან მიიღოს ყველა პოლიტიკური ზიანი და მერე ჩვენც მივყვებით უკან, ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. მე ვამბობ ერთ რამეს. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთან. ჩვენ ასე ვმოქმედებით. ანუ ეხლა თქვენ ემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და გახვალთ ამ არჩევნებს. ჩვენ ეხლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში. ამ თქვათ ერთად არ დაინიშნა, ბატონო გიორგი. აი რო არ დაინიშნება, მე გადავწყვეტ. არა, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას? კატეგორიულად უარს არ რა თქმა უნდა არ ვამბობ. რა თქმა უნდა არ ვამბობ. კიდევ ერთხელ გიმეორებ და გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ ვერ მათქმევინებს,
იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი მარჯვნიდან, მარცხნიდან ეხლა სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც ზიან ეხლა და რაღაცაზე ოცნებობენ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება. ანუ თქვენ ახლა მე დამიდასტურეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია გახარია საქართველოსთვის გავა. მე ახლა თქვენ დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლებიც თუ ჩატარდა ერთად გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არა მაგრამ ვემზადებით ყველა არჩევნებისთვის. კატეგორიულად რომ არ მიიღებთ მონაწილეობას, ამას არ ამბობთ. ამას არ გეუბნებით. იმიტომ რომ მე გეუბნებით, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ, შეიძლება არ მივიღოთ, მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილების დღეს. რა უნდა გამოიწვიოს ეს? მაშინ რა შემთხვევაში ესე დაგისვამთ უფრო კომფორტული რომ იყოს თქვენთვის კითხვა, რა შემთხვევაში არ მიიღებთ? აი მოდით ასე დავსვათ ეს კითხვა. რა შემთხვევაში არ მიიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? თქვენი მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი ბევრ კითხვას გასცემს ხომ? არაფერს არ გასცემს. ჩვენ ამ კითხვაზე გაცემის აი ესე პირდაპირი პასუხი, რომელიც თქვენ გინდათ. ეს არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ჩემიც არის, დამიჯერეთ და პარტიული ინტერესით არ იმდენად უსუსურები არიან, რომ თავისი გადაწყვეტილება თავის თავზე ვერ აუღიათ და გვიყურებენ ჩვენ. აბა როგორი რას იზამენ ახლა, რას ვიზამთ ჩვენ და ყველა მიხედოს თავის თავს. მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ, ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რაღაცას ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს და ის პარტიები, რომლებიც აქ თავს იკლავდნენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ბოიკოტს უცხადებთ და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, აი ისინი რომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, მე და თქვენ აქ ვიძრებით. ვიზე გაქვთ ეჭვება გოგიოთ? თქვენ ფიქრობთ, რომ 4-ნი ხართ, ვინც ბარიერი გადალახა და 4-ვე თქვენი ჩათვლით გავა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? ჩვენი ჩათვლით. მე გეუბნებით თქვენ დამიდასტურეთ პრაქტიკულად, რომ გადიხართ. მე თქვენ გეუბნებით იმას, რასაც გეუბნებით ინგან. ნუ ცდილობთ, რომ გაიგოთ ის, რაც თქვენ გინდათ გაიგოთ. შეხედეთ, მარტივი ამბავია. მე გეუბნებით. არ მაქვს საქმის პრობლემა. მე ახლა პასუხად მივიღე, რომ კი ემზადებით დავხუროთ ეს თემა. დიახ, ვემზადებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით. რა გინდათ? და თუ მანამდე ახალი არჩევნები არ ჩატარდება, საპარლამენტო არის შანსი, რომ ამ არჩევნებზე გავიგე, მივიღე პასუხი. ეს გადაეცით ახლა სხვებსაც, მათაც სივრცე გაუჩნდება და ხა დარწმუნებული ვარ, აი ალო და ღოდოშაური ხო ნახეთ პასტი და ფურცლით იწევს თორმე ამ ინტერვიუებს. კი.